თქვენ უყურებთ პრიორიტეტს, მე გიორგი გასვიანი ვარ საღამო მშვიდობისა. Როგორ ხვდება ახალ წელს ქვეყანა, რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას და მმართველ გუნდს. პრიორიტეტში დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის შეფასებებს მოვისმენთ. პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან გუგული მაღრაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. პირველ რიგში ქალბატონ ნინოს დაუსვამ შეკითხვებს, მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონო ნინო, ახალი წელი მოდის, დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ 2017 წელი საუკეთესო წელი იქნება. ძალიან მაგარი წელი იქნებაო, ასე თქვა პრემიერმა. თქვენც თუ გაქვთ ასეთი მოლოდინი? ეხლა უცებ თქვენი შეკითხვის დროს გამახსენდა გახსოვთ ცნობილი ფილმი მთელი თაობებისთვის საყვარელი ფილმი ღიმილის ბიჭები, სადაც ორი ახალგაზრდა ერთმანეთს ეკამათება და ერთი განმედგამუდმებით იმეორებს გააჩნია რა შემთხვევაშიო. აი ეს გამახსენდა კვირიკაშვილის ამ გამონათქვამთან დაკავშირებით, რომ ძალიან მაგარი წელი შეიძლება იყოს, მაგრამ გააჩნია ვისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის ალბათ ძალიან მაგარი წელი იქნება. იქედან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, მას არ აწუხებს ის პრობლემები, რაც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. არ ვიცი კვირიკაშვილისთვის რამდენად მაგარი წელი იქნება, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ამ კრიზისიდან ქვეყანა ვერ გამოვა და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ კვირიკაშვილი ასე ვთქვათ შეწირონ ამ ეკონომიკურ კრიზისს იმისათვის, რომ მთავრობამ რამდენიმე თვე ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მოიგოს, მაგრამ ის რომ ჩვენი მოსახლეობისათვის და ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ძალიან მძიმე წელი იქნება, სამწუხაროდ ამაში გიორგი მეეჭვი არ მიპარება. არ უნდა დაეწყო ასეთი ოპტიმისტური შეფასებით პრემიერს წინა საახალწლო პერიოდი, ასე ვთქვათ? არა, ჯერ ერთი იცით რაშია საქმე, ჯობდა რომ ოპტიმიზმი გამოხატულიყო სავალუტო ჯიხურებზე იმ ციფრებით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს და არა მარტო ხედავს, არამედ ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობს ამ ციფრებს და ცარიელ მაცივარს. ოპტიმიზმი, ცარიელი ლაპარაკი არაფრის მომცემი არ არის და ოპტიმიზმი, რომელიც მთავრობას აქვს ხოლმე და რომელიც არაადეკვატურობის მაჩვენებელია, მოსახლეობას მე მგონი ხასიათს უფრო გაუფუჭებს, ვიდრე გამოუსწორებს. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ყველა პროგნოზი, რომელსაც მე ვაკეთებდი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, სამწუხაროდ მართლდება და ყველა პროგნოზი და დაპირება, რომელსაც აკეთებდა მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი, არ მართლდება და უბრალოდ გაცრუებულია. თქვენ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაპირებები, რომ მეოთხე წელი საუკეთესო წელი იქნებოდა. ეხლა თუ ის გულისხმობდა იმას, რომ მათი მმართველობის საუკეთესო წელი იქნებოდა, ესეც კი ვერ შეასრულეს, იმიტომ რომ კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. მე სამწუხაროდ შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქნება, ინვესტიციები კიდევ უფრო მოიკლებს ქვეყანაში, ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება, უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება, ლარის კურსს ეს ხელისუფლება ნამდვილად ვერ შეაჩერებს, ეს ფაქტია, ასე რომ სამწუხაროდ გასახარელი არაფერი არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ არც პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული პოზიტივი ქვეყანას არ ელის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არავის არ ადარდებს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების გარდა, იმიტომ რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება აღარ არის, გიორგი. ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ორღობეთ, ქვეყანას აღარ აქვს აღარც საგარეო და აღარც საშინაო პოლიტიკა, ოღონდ ამაზე იმდენად მძიმე მდგომარეობა ეკონომიკაში, რომ პრაქტიკულად არავინ აღარ ლაპარაკობს. თქვენ ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ ახლა, თუმცა მოდით მიყვეთ თითოეულ ამ მიზეზს, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ პროგნოზის სახით ივარაუდეთ. ახალ წელს ოპტიმიზაციით ხვდება ხელისუფლება. თქვენ როგორ შეაფასეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, ან როგორ აფასებთ, რომ სამინისტრო ბალასტისგან უნდა გათავისუფლდეს. ეს განცხადება მან მოსალოდნელ ოპტიმიზაციაზე საუბრისას გააკეთა. ანუ როგორ გაიგეთ მინისტრის ეს გამონათქვამი და განცხადება? ჯერ ერთი იცით რა არის, ხა ძალიან მოდაში არის ლამაზი ლათინური სიტყვებით შენიღბვა იმ არსის, რაც სინამდვილეში დგას მოვლენის უკან. ოპტიმიზაცია ნაკლებად მტკივნეულად ჟღერს, სამსახურებიდან ხალხის გაშვება და უმუშევრად დატოვება უფრო მტკივნეულად და ეს არის რეალობა. ეს ოპტიმიზაცია სინამდვილეში არის ადამიანების უმუშევრად დატოვება, იმ ადამიანებისა, რომელსაც
ქართული ოცნება არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ოქროს კოშკებს პირდებოდა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, უბრალოდ სამარცხვინო განცხადება იყო, უნდა ვთქვა და ძალიან გამახსენა ეს წინა ხელისუფლების ლიდერების გამონათქვამები. ამ გამონათქვამმა და ერთი კითხვა მინდა დავსვა ახლა 4 წელია ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ის ადამიანები, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოიხსენია ბალასტად, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათ ეძლეოდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხშირად პრემიები და დანამატები, ანუ მათ ეძლეოდათ თანხა და შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯიბიდან. იმ ადამიანების ჯიბიდან, რომლებიც გადასახადებს იხდიდნენ, მაშინაც კი, როდესაც მინიმალური, ესე ვთქვათ, ხელფასი და შემოსავალი ჰქონდათ, იხდიდნენ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ემუშავა პროფესიონალებს და მათ თავი დაცულად ეგრძნოთ. ეხლა დღეს მინისტრი, რომელიც დღეს არ მისულა სამინისტროში, რომელიც კარგა ხანია სამინისტროშია და ამ ბალასთან ერთად მუშაობს, გვეუბნება, რომ თურმე ბალასტი ყოფილა. ნუ ეხლა ესეთ განცხადებებზე უბრალოდ ნორმალურ ქვეყნებში მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი დგება და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ხოლმე როგორც მინიმუმ, მაგრამ ჩვენ ნორმალური ქვეყანა კი არა, გიორგი, ქვეყანა საერთოდ აღარა ვართ. მე ამას ძალიან დიდი გულის ტკივილით ვამბობ, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ძალიან ბევრი რამ გადაიტანა ჩვენმა ხალხმა, ნამდვილად არ მემეტება ჩვენი მოსახლეობა ამდენი გაჭირვებისთვის, ამდენი უბედურებისთვის, ამდენი ტკივილისთვის და ნამდვილად ძალიან მინდა რომ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებას ჩვენ როგორმე თავი ავარიდოთ და ქვეყანას ორგზაზე დავაყენოთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს რთული იქნება, როგორც ჩანს ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ამ არჩევნებმა მე ეს კიდევ ერთხელ დამანახა, როგორც ჩანს კიდევ მეტი გამოცდა უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად. მე არ მინდა ეს ვინმე მისე ჩათვალოს რომ სხვაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ ვცხოვრობ, მეც, ჩემი ოჯახიც, ჩემი ახლობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი მეგობრები, ნათესავები და რაც უჭირს ქვეყანას, შეიძლება ახლა ნაკლებად გიჭირდეს და ცარიელი მაცივარი არ ქონდეს, მაგრამ იცით რა, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანის კატეგორიას, რომელსაც თვითონ თუ არ შეა სხვისი შიმშილი არაფრად არ მიაჩნია. მე ნამდვილად ძალიან განვიცდი ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის მდგომარეობას, მაგრამ სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ როგორც ჩანს ჩვენ მოგვიწევს კიდევ მეტი განსაცდელის გადატანა, იმიტომ რომ ჩვენ ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა, ისევ მიენდო, ესე ვთქვათ, მილიონერს, რომელსაც დიდი ფული აქვს და რომლისგანაც ელოდებოდა, რომ ყველა პრობლემას მოუგვარებდა, ისევ მიენდო ხელისუფლების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები ხელისუფლებას და მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, დიდმა ნაწილმა, ყველამ არა, რაც დაწერეს ქართულ ოცნების ციფრებში, მაგრამ დიდმა ნაწილმა იმის იმედით, რომ სამსახურებს შეინარჩუნებდნენ, დღეს ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ძალიან ძიმე მდგომარეობაში. სხვა რეალობა რომ ქართული ოცნების გამარჯვება ისევ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგმა ან ავტორიტეტმა გაჭრა, ასე ვთქვათ, რა შეფასებებიც არსებობდა წინა წლებში და წინა არჩევნებში. თქვი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და რეიტინგმა კი არა, ბიძინა ივანიშვილის ფულმა. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტიც და რეიტინგიც არის დამოკიდებული მის ფულზე პირდაპირ პროპორციულად და ძალიან კარგად იცით ყველამ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა იცის ეს ძალიან კარგად, რომ არჩევნებამდე 1 საათით ადრე რომ ვინმეს გამოეცხადებინა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკოტრდაო, ერთი კაცი აღარ მიცემდა ბიძინა ივანიშვილს ხმას ქართული ოცნების ჩათვლით. ასე რომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად დაკარგა ძალიან სერიოზულად მოსახლეობის ნდობა და მოსახლეობის მხარდაჭერა ამ 4 წლიანი პერიოდის გამო, მაგრამ ნუ მილიარდები ძალიან ბევრია და ისიც საქართველოს სინამდვილეში და ამ მილიარდებს როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. აი სანამ ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ბედის, ანუ ქვეყნის ბედის, ქვეყნის ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, ვის რამდენი ფული აქვს, მანამ ეს ქვეყანა ყოველთვის ამ მდგომარეობაში. ქალბატონო ნინო, ისევ დაუბრუნდები ამ ოპტიმიზაციას, ის რომ იგეგმება შემცირებები საჯარო უწყებებში და ბიუჯეტში თანხის დაზოგვის მიზნით ხდება ეს ყველაფერი. ანუ არსებობდა თუ არა სხვა გზა, რომ ადამიანების უმუშევრად დატოვება არ მომხდარიყო ან არ მოხდეს. თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თქვენ უკვე ახსენეთ, გაუფასურებული ლარი ძალიან პრობლემურია ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, გიორგი, ამის გზა იყო ეკონომიკის განვითარება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. ამის გზა იყო ის, რომ მთავრობა არ დახარბებულიყო და არ ყოფილიყო დაკავებული 4 წლის განმავლობაში ძალიან ძვირადღირებული
ასე ვთქვათ, ჯიპების შესყიდვით, ნახეთ საქონელი დამსახურება, სხვა ხარჯები როგორია ბიუჯეტში და როგორი იყო გაწერილი ბიუჯეტში, რამდენად შეუსაბამოა ეს ხარჯები იმ ქვეყნისათვის, სადაც მოსახლეობის 2/3 შიმშილობს და ძალიან ნათლად დაინახავთ, რომ სრულიად სხვაგვარად უნდა დაგეგმილიყო ბიუჯეტი. ქვეყანაში რომ რეალური ინვესტიციები განხორციელებულიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. იცით, როცა ჩვენი მთავრობა იწონებს ხოლმე ციფრებით თავს და ამბობს, რომ აი ამდენი ინვესტიცია განხორციელდა, ხა მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ ნამდვილად გავდივარ კონსულტაციებს ეკონომისტებისაგან და იმდენი ცოდნა ნამდვილად ამაქვს, რომ პირდაპირ ინვესტიცია, პორტფელური ინვესტიცია, ესენი განვასხვაო ერთმანეთისაგან. ეხლა, როდესაც ლაპარაკობს მთავრობა ინვესტიციებზე, ნუ გვატყუებენ. ერთი არის, როდესაც რაღაცა თანხა შემოდის, თუნდაც გზების ასაშენებლად, და ის თანხა პრაქტიკულად აი პირდაპირ არის ჩადებული იმ გზის ასაშენებლად და ტექნიკა რომ იყიდო იმ გზის ასაშენებლად, იმის ფულიც კი უკან უნდა დააბრუნო პრაქტიკულად და ეს ინვესტიცია ეკონომიკაში არიდება და მეორეა ინვესტიციები, რომელიც ხმარდება ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას. გითხრას მთავრობამ, რამდენი ისეთი ინვესტიცია შემოვიდა, რომელიც ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდა. გითხრას მთავრობამ და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ახლა რატომღაც ძალიან ჩუმად არის, მიმალულია. ბიძინა ივანიშვილი ინტენსიურად უკაცრავად გამოდიოდა ხოლმე ეკრანებზე არჩევნების წინ, მოძღვრავდა მთელ საქართველოს, ჭკუას გვარიგებდა, წინასწარ გვიწერდა პროცენტებს, ვინ რამდენ პროცენტს ავიღებდით, ვინ შევიდოდა პარლამენტში, ვინ არ შევიდოდა პარლამენტში, თიც უქნევდა ბიზნესმენებს და ასწავლიდა და მოითხოვდა მათგან, რომ მათ თანამშრომლებს ქართული ოცნებისათვის მოეცა ხმა, ხო? გითხრას ახლა ბიძინა ივანიშვილმა ხო მისცეს ხმა, როგორც თვითონ ამბობს, თუმცა თქვა აღიარა სხვათა შორის რომ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ რატომღაც ამას არავინ არ მიაქცია დიდი ყურადღება ჩვენს გარდა. გითხრას ახლა ხო მოვიდა უმრავლესობით მისი მთავრობა 4 წელი, მისი მთავრობა იყო ხელისუფლებაში. რატომ არის დღეს ესეთი მდგომარეობა? რატომ არ განვითარდა ეკონომიკა? რატომ არ გაძლიერდა ლარი? ეკონომიკა რომ განვითარებულიყო, გიორგი, და ბანკების ხელში არ ყოფილიყო და არ იყოს დღეს მთელი საქართველო, მაშინ არათუ სამსახურიდან ხალხის დათხოვნა გახდებოდა საჭირო, არამედ პირიქით, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა და ქვეყანაში მყარი ვითარება იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად პირიქით. თქვენ ისაუბრეთ მიზეზებზე, თუ რატომ გაუფასურდა ლარი და რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა თქვენი პროგნოზით რა ეშველება ლარს? უკვე კეთდება განცხადებები მოსალოდნელი ტარიფების მატებასთან დაკავშირებით, რა შედეგს მიიღებს მოსახლეობა? როგორ ფიქრობთ და აქვს მთავრობას ვითარების გამოსწორების მექანიზმი? თქვენ ალბათ იცნობთ რამდენიმე პუნქტიან გეგმას მთავრობისას, იგივე ლარიზაცია, დედოლარიზაცია და ასე. ამ რამდენიმე პუნქტიანმა გეგმამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ლარი, გიორგი, მინდა გითხრათ. ამ გეგმაში იყო ცალკეული დებულებები, რომლებზეც ჩვენ 3-4 წლის წინ ვლაპარაკობდით. დღეს ამ დებულებებმა აზრი დაკარგა. ყველაფერი უნდა გააკეთო თავის დროზე. დღეს მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა ფაქტიურად უკუღმა არის ყველაფერი გასაკეთებელი. ასე რომ ეს გეგმა ნათლად აჩვენებს იმას, რომ მთავრობას არანაირი რესურსი არ აქვს ვითარების გაუმჯობესების. მთავრობა საერთოდ მოწყვეტილია ვითარებას. იცით როგორი შტაბ-ბეჭდილება რჩება? ახლა მოსახლეობაშიც ბევრს დაემართა ეგეთი რაღაცა, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილს ბევრი მილიარდი აქვს ნაშოვი, ჩათვალეს რომ ამ ყველაფერი იცოდა. იცით, მე რა თქმა უნდა არ მიმაჩნია რომ ადვილი იყო იმ 5, 6 თუ 7 მილიარდის შოვნა, რომელიც ივანიშვილს აქვს და არ ვთვლი რომ ეს ქუჩაში ეყარა. თუმცა ერთია ფული შოვნა და ბიზნესის გაკეთება, მით უმეტეს 90-იანი წლების რუსეთში და მეორე არის ქვეყნის მართვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ან პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. მთავრობას მიაჩნია, რომ მათ ყველაფერი იციან და არავის არ უნდა მოусმინონ. მთავრობა აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს ეკონომიკური ექსპერტების მოსაზრებებისა და აკვირდით, თუნდაც აი ასეთი კატაკლიზმები მოხდა, ხო? ესეთი რთული მდგომარეობაა ლართან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ სადმე რომ მთავრობის წარმომადგენლებს მოეწვიოს ექსპერტები, განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანები და ელემენტარულად უკაცრავად მათთან ერთად ანალიზი გაეკეთებინათ იმისა, რა შეიძლება ლარს ეშველოს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ვწუხვა რომ წინა საახალწლო პერიოდში მოსახლეობას ალბათ კიდევ უფრო დაუმძიმებ განწყობას, მაგრამ სამწუხაროა და ეს უნდა ითქვას, ახლა მე არა მაქვს იმის უფლება რომ ადამიანებს ტყუილი, ესე ვთქვათ, დამამშვიდებელი ფრაზებით ველაპარაკო. ლარს ვერაფერი ვერ გააჩერებს, ლარი არ გამყარდება, ლარი კიდევ უფრო დასუსტდება, კიდევ უფრო დასუსტდება ჩვენი ეკონომიკა.
ვერ გეტყვით ახლა მინიმუმ 3-მდე ნამდვილად თუ დავალ არის როგორც არის და შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს კიდეც. ეს ახლა ეკონომისტების სათქმელია, მაგრამ მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტენდენცია ნამდვილად იქნება და მე ვხედავ იმას, რომ მთავრობას არანაირი ბერკეტი, არანაირი რესურსი, არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია იმისა, რომ ვითარება რადიკალურად შეცვალოს. იცით რა შეა საქმე? ყველაზე დამღუპველი საერთოდ არის, როდესაც ადამიანი თავისი თავით არის კმაყოფილი და როდესაც მიაჩნია, რომ ყველაფერი კარგად არის. დააკვირდით მთავრობის წევრების სახეებს, როცა გვეუბნებიან, რომ არ მიაქციოთ ყურადღება, გლარს არაფერი არ ემართება. ამ დროს აი საკმარისია ფანჯრიდან გაიხედო, ან უბრალოდ ქუჩაში გაიარო, შეხედავ, რომ ლარი უმძიმეს მდგომარეობაშია. შეხედეთ პარლამენტის წევრების გამოსვლებს. ჯერ ერთი საიდან ამდენი თვითკმაყოფილება ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 99% მათი არსად არ ჩანდა, არც სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და არც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ქართული ოცნების ახალსახეებს გულისხმობთ, ქალბატონო ნინო? ქართული ოცნების ახალსახეებს გულისხმობ და ბევრი მათგანი ნაციონალურ მოძრაობასთან იყო ჩახუტებული სხვადასხვა ფორმით. და ასეთი თვითკმაყოფილება ეხა გასაგებია, რა თქმა უნდა, რომ კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, გიორგი, თუ ასე გაგრძელდა მოვლენები, თუ ქართული ოცნება არ გამოფხიზლდა და თუ გონს არ მოეგო და ასეთ ხილში იქნა, ეს აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას ძალიან მძიმე კრიზისამდე და ძალიან მძიმე კატაკლიზმამდე და იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, რომ საკუთარ, ესე ვთქვათ, ორღობედ გადააქცია საქართველოს, იმას, რომ ის ცდილობს, მე სხვათა შორის ძალიან ძალიან ცუდად მენიშნა თავის დროზე ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან ისე გადაყლაპა საქართველოს მოსახლეობამ, აბსოლუტურად ესე ვთქვათ, განსაკუთრებული რეაგირების გარეშე. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა ასეთი ფრაზა, რომ დღეს მთელ საქართველოს სწორება აქვს ივანიშვილზეო და ივანიშვილის გვარზეო. ვიცით რა, სადღაც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით მაშინ მართლაც ეგრეც იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინი იყო მასზე, მაგრამ როცა ადამიანს შეუძლია ესეთი რამ თქვას, ისიც საქართველოში ეს ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელია. და მე მინდა ნამდვილად გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ძალიან აღშფოთებული ვარ მის ქმედებებთან დაკავშირებით, მე არც ერთ ადამიანს არ უსურვებ ცუდს და არც ბიძინა ივანიშვილს მათ შორის და რაც მთავარია, ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი ძალიან ცუდი მომავალი გარკვეულწილად ცუდია ქვეყნისთათვისაც, ამიტომ მე კიდევ უფრო არ მინდა რომ მან ცუდად დაამთავროს და ისე დაამთავროს როგორც წინა ხელისუფლებებმა და წინა პრეზიდენტებმა. გულისხმობ იმას, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეცვლის პოლიტიკას, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს იმას, რომ მთელი საქართველოს ჯიბეში უნდა ჩაიდოს, თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს იმას, რომ თვითონ უნდა, ესე ვთქვათ, შეუკვეთოს სიმღერა, თვითონ უნდა შეასრულოს, თვითონ უნდა იმღეროს, თვითონ უნდა ამღეროს ყველა და აცეკოს თავის ირგვლივ, ეს არ გამოვა საქართველოში 5, 7 კი არა 705 მილიარდი რო კონდეს, მაინც ადრე თუ გვიან ეს დამთავრდება ძალიან ცუდად. დამთავრდება აფეთქებით, დამთავრდება დიდი დაპირისპირებით და ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისათვის. ამიტომ ძალიან კარგი იქნება რომ გონს მოეგოს ქართული ოცნება და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი და იფიქროს არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ იფიქროს რომ საქართველოს არ არის, ესე ვთქვათ, არც ერთი ქვეყანა არ მინდა ეხა დავასახელო, მაგრამ იმ ტიპის სახელმწიფო, სადაც შეიძლება თურქმენბაშივით ან ჩრდილო კორეასავით მართო. ეს ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდება. ჯობია დროულად მოვიდნენ გონს და დროულად შეცვალონ ეს ყველაფერი. მაშინ ლარსაც ეშველება ეკონომიკასაც და ძალიან ბევრ სხვა რამეს. ისე გიორგი ახალი წელი მოდის და წლის შეჯამებებია პრაქტიკულად, ხო? აი 4 წელი გავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ერთი ნაბიჯი კი არა, ნახევარი ნაბიჯი წინ გადავდგით აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით, თუ აღარ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. თუ მთავარია რომ არ გვშიოდეს. თქვენი აზრით რა ხდება? აუცილებლად მოგშივდება, გიორგი, ყველას მოგშივდება. თუ აფხაზეთი და სამაჩაბლო ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ტერიტორიას არ შემოუერთა და ჩვენი ქვეყანა არ გამთლიანდა, ეს ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. ხდება ის, რომ აფხაზეთი და ოსეთი, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა. იმიტომ რომ 4 წელია საერთოდ ამ თემებზე ლაპარაკი არ არის. 4 წელია ამ მიმართულებით ერთი კი არა ნახევარი ნაბიჯი არ გადადგმულა და ყველაფერი მიდის იქეთ, რომ მხოლოდ ლარზე და კუჭზე იყოს საუბარი. რას ნიშნავს ჩააბარა, ქალბატონო ნინო? ანუ თქვენი აზრით, მთავრობისთვის აღარ არის პრიორიტეტული ტერიტორიული მთლიანობა?
მაშინ როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე, იგივე ნატოზე, ანუ საქართველოს მთავრობას აღარ აინტერესებს ტერიტორიების დაბრუნება. და თქვენ სად დაინახეთ გიორგი, რომ საქართველოს მთავრობას ტერიტორიული მთლიანობა აინტერესებს? პრემიერის გამოსვლაში იყო რაიმე ნათქვამი ტერიტორიულ. არა, იმედი მეც მინდა ვიქონიო და მე ძალიან გამეხარდება თუ აღმოჩნდება რომ მე ვცდები, მაგრამ რაღაცა ამ ბოლო პერიოდის და წლების განმავლობაში ყოველთვის ჩანდა რომ მე ვიყავი მართალი და სხვები ცდებოდნენ, მათ შორის სამწუხაროდ მოსახლეობის უმეტესობა. თუმცა თქვენ თქვით რომ ივანიშვილმა ჩააბარა ტერიტორიები. კონკრეტული წინადადება. მართალი გითხრათ ამ ბოლო არა, ჩაბარება ქვია ეხლა მაგას, როდესაც გიორგი ხმას არიღებ აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, როცა არც ერთ ნაბიჯს არ დგამ ამ მიმართებით, როდესაც არც ერთ ესე ვთქვათ საშუალებას არ იყენებ იმისთვის, რომ ამ თემების აქტუალიზაცია მოხდეს. ჩაბარება ქვია ამას, აბა რა ქვია ხა? გაცხადებით არავინ არ გამოვა ეხა და განცხადებას არ გააკეთებს და არც გულზე არ ჩამოიკიდებს ტრანსპარენტს აფხაზეთს და ოსეთს ჩავაბარებო. ერთი ნაბიჯი დამისახელეთ ამ 4 წლის განმავლობაში გადადგმული საგარეო მიმართულებით, რომელიც დაეხმარებოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. ერთი ნაბიჯი დამისახელეთ პირდაპირი დიალოგისა აფხაზებთან და ოსებთან. ერთი ნაბიჯი დამისახელეთ შეთავაზება რეალური მთავრობისა, რომელიც საინტერესო შეიძლება ყოფილიყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობისათვის და მაშინ მე ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ და მე ნამდვილად არ შემიძლია არ გამოვხატო აღშფოთება, როდესაც ვკითხულობ, ესე ვთქვათ, მათ შორის ზოგიერთი ჩემთვის საპატივცემულო, პიროვნულად საპატივცემულო ადამიანების გამონათქვამებს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ქართული ოცნება ამას იზამს, იმას იზამს, ქართულ ოცნებას ეხა ალტერნატივა არ აყავს, ვის არ აყავს ალტერნატივა? ვის არ აყავს ალტერნატივა? შინაგან საქმეთა მინისტრს არ აყავს ალტერნატივა მთელ საქართველოში, რომელიც თავის თანამშრომლებს ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მათი შვილების გასაგონად ბალასს ეძახის. საგარეო საქმეთა მინისტრს არ აყავს ალტერნატივა, რომელიმე სხვა მინისტრს არ აყავს ალტერნატივა, პარლამენტარებს არ აყავს და მთელ პარლამენტს ალტერნატივა. დაქცეულა მაშინ საქართველო, გიორგი. მაშინ ისიც მეტი ყოფილა ჩვენთვის, რაც გქონდა და რაც დღეს აგვაქვს. ახლა ამაზე უკეთესი თუ აღარავინ არის საქართველოში, ვინც დღეს არის საქართველოს ხელისუფლებაში და თუ სხვა შანსი საქართველოს არ აქვს და სხვა ალტერნატივა, ნამდვილად არ ყოფილვართ უკეთესის ღირსი, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რაც გვაქვს და მე არ ვისურვებდი, რომ მოსახლეობაში ესეთი ნიჰილისტური განწყობები იქმნებოდეს, იმიტომ რომ ასეთი ნიჰილისტური განწყობები ზუსტად ასეთი იმედგაცრუება, რომ აი მაშინ ვინ თუ ბიძინა ივანიშვილი არა, ვინ თუ არა ის გუნდი, ვინც ახლა არის, ზუსტად ეს ქმნის მერე გარკვეულწილად იმ პრობლემებს, რომლებიც არჩევნებში იქმნება ხოლმე. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა არის ცნობილი, დავით უსუფაშვილმა უარი თქვა კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, თუმცა მან ქართული ოცნებისგან შეთავაზება მიიღო. სამუშაო პროცესში არ არის ჩართული პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას ელოდებით თქვენ ამ კომისიისგან? არაფერს. რას უნდა ველოდებოდა კომისიისგან? ჯერ ერთი მე პოლიტიკოსობას რომ თავი დავანებოთ, იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ კონსტიტუცია 3 თვეში არ იწერება და კონსტიტუციური პროექტი. როდესაც საკონსტიტუციო კომისიამ წინასწარ გამოაცხადა, რომ 3 აპრილისთვის მგონი უკვე კონსტიტუციის მზა პროექტს დადებენ, ქვეყანაში სადაც ხელახლა კონსტიტუცია დასაწერი. სრულიად ნათელია, რომ ეს კონსტიტუცია სადღაც დაწერილი ალბათ დევს და მიუტანეს ბიძინა ივანიშვილს, მან ეს მოიწონა. ეხლა უბრალოდ ფორმალურად 2-3 თვიანი პროცედურა უნდა ჩაატარონ და მერე წარუდგინონ პარლამენტს მონური ერთგულებით დასამტკიცებლად. რაზე ვლაპარაკობთ? ჯერ არ ყოფილა მსოფლიოს ისტორიაში, რომ კონსტიტუცია 3 თვეში დაწერილი იყოს და მაინცა და მაინც ჩვენს ქვეყანაში როგორ უნდა მოხდეს ესეთი რამ. გარდა ამისა, შეხედეთ კომისიის დაკომპლექტების წესს, სადაც ქართულმა ოცნებამ ისეთი რამე გააკეთა, იცით როგორ არის ახლა წინა ხელისუფლებების პერიოდში ყველა ხელისუფლებას გულისხმობ, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემებიც იყო, უსამართლობაც იყო, არასწორი ნაბიჯებიც იყო, მაგრამ რაღაცა ელემენტარული ფორმალობების შენარჩუნება მეტნაკლებად მაინც ხდებოდა ხოლმე. იცით, როგორ შეიძლება დააკომპლექტო კომისია ისე, როგორც ახლა დაკომპლექტა, როდესაც აბსოლუტურად ნათელია, რომ საერთოდ არავის აზრი, გარდა უმრავლესობის აზრისა, გათვალისწინებული არ იქნება. ჩვენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სერიოზულად ვფიქრობდით საერთოდ ღირს თუ არა ამ კომისიაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით გაგვეგზავნა ამ კომისიაში, ესე ვთქვათ, წარგვედგინა ამ კომისიაში
ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც დავინახავთ შიგნით რა პროცესია და რა არგუმენტები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია არ იქნება ნორმალური, არ იქნება დაბალანსებული. ერთს კი ვიტყვი, გიორგი, თუ საქართველოს მოსახლეობა მისცემს ბიძინა ივანიშვილს იმის უფლებას, რომ ეხა კონსტიტუცია შეცვალოს ისე, რომ მთავრობა ხოუზის ჯიბეში პარლამენტი ხომ ჩაუსვა საქართველოს მოსახლეობამ თავისი მხარდაჭერით და არჩევნებში მიღებული შედეგებით ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში. სასამართლოც, როგორც საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლოები, მედია საშუალებების ძალიან დიდი ნაწილი, სხვათა შორის არ მახსოვს ზოგიერთ ტელევიზიაში ბოლოს როდის ვიყავით თქვენი ტელევიზიისაგან განსხვავებით და ნამდვილად არ მგონია ეხლა რომ ვინმეზე ნაკლებად საინტერესო რესპონდენტი ვიყო ხო ტელევაყურებლებისათვის. უბრალოდ დაბლოკილია ჩემთვის ის ტელევიზიები, რომელსაც მეტნაკლებად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს და ასევე ის ტელევიზია, რომელსაც მეორე ძალა აკონტროლებს. და თუ ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეხლა უკვე მარგველაშვილზე გაბრაზებულმა და გაბრაზების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ როგორ გაბედა მარგველაშვილმა და მას არ დაემორჩილა და როგორ გაბედა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი იმ შუშის რაღაცა გაუგებარი შენობიდან რო გამოიხედავს, შეხედავს, რომ იქ ცოტა უფრო მაღლა კიდე ვიღაცა ზის. აი ამის გამო თუ საქართველოს მოსახლეობა დაუშვებს იმას, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს და დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც უკვე ბიძინა ივანიშვილმა ჯიბეში ჩაიდოს, ანუ მართლა აბსოლუტური ფეოდალური მონარქია დაამყაროს საქართველოში, იცით რა, რაც არ უნდა დაგვემართოს ვიტყვი, რომ ღირსები ვართ. ძალიან შევწუხდებით, ძალიან შემეცოდება განსაკუთრებით ის ნაწილი გიორგი ადამიანებისა, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგს იმსახურებენ, იმიტომ რომ ძალიან ღირსეული ადამიანები ძალიან ბევრნი არიან საქართველოში, მაგრამ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, რას ვიზამთ? ჩვენც ყველანი ღირსი ვიქნებით იმისა, რაც დაგვემართება. აი ეს არ უნდა დაუშვას საქართველოს მოსახლეობამ არავითარ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ ვინმეს შეიძლება პრეზიდენტობა მოუნდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტი შეიძლება იყოს ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა არ დაკარგოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გამოწვევები 2017 წელს ყველას ერთად გვექნება გასავლელი. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენი ეთერი კი ყოველთვის ღია თქვენთვის. ეს იყო ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი. გადაცემაში რეკლამა, რეკლამის შემდეგ ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.